საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ განცხადებაში ერთხელაც კი არ არის მოხსენიებული. საქართველოს მთავრობა და პარტია ქართული ოცნება სწორედ ასე მოიხსენიებს დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური უწყება ივანიშვილის გუნდს და როგორც მათი განცხადებიდან გავიგეთ, მათ ყავდათ დაბარებული საგარეო უწყებაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი საგანელიძე. ამ დროისთვის საქართველოს ოფიციალური ელჩი არ ყავს. დიდ ბრიტანეთში სოფიო კაცარავას თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუვიდა და ახალი ელჩი ჩვენ ჯერჯერობით არ ყავს. ელჩის მოვალეობას კი ასრულებს გიორგი საგანელიძე, დიპლომატი, რომელსაც გადასცეს ყველა ის გზავნილი და წუხილი, რაც აქვს ახლა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ უწყებას. მას შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, თუმცა ვინ არ კონკრეტდება ამ განცხადებაში და გადასცან ყველა ის წუხილი, რაც აქვს ბრიტანეთს, კერძოდ ის, რომ უნდა შეწყდეს სრუბრალდებები პარტნიორების წინააღმდეგ და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნება ძალიან აქტიურად უტევს დიდ ბრიტანეთს და ყოველდღიური თავდასხმის რეჟიმშია ფაქტობრივად ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან და ექსტრემიზმის დაფინანსებაშიც კი ადანაშაულებს და ეს უნდა შეწყდეს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მოწოდებით, ვინაიდან ეს არის თავიდან ბოლომდე სრუბრალდებები. ასევე ამ განცხადებაში საუბარი არის ოპონენტების, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე და მათი შეფასებით ოპონენტების ციხეში გაშვება ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის მისწრაფებებს და ესეც უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოსწორებული მათი შეფასებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი უკვე არ გამორიცხავს, რომ დამატებითი ზომები მიიღონ ქართული ოცნების წინააღმდეგ, რაც არის პირდაპირ სანქციების დაანონსება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული სრუბრალდებების და საჯერო თავდასხმების სერია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩახშოს განსხვავებული აზრი. საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას. ამ დრომდე მაკაბოჭორიშვილის უწყებას არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებია ამ აუდიენციასთან დაკავშირებით და გავიგეთ ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით და ამის შემდეგ ბუნებრივია დავინტერესდით, რას აპირებს ქართული ოცნება, გაითვალისწინებენ თუ არა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მოწოდებას, რომ ეს სრუბრალდებები უნდა შეწყდეს პარტნიორების წინააღმდეგ, თუმცა როგორც მათი განცხადებებიდან დღეს გამოიკვეთა, ისინი არ აპირებენ ამ ბრალდებების შეწყვეტას. დამატებით დღეს კიდევ წაუყენეს დიდ ბრიტანეთის ბრალდებები ქართული ოცნების ლიდერებმა, ჩვენ მოგვეცა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა და ისინი ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი მთავარი, ვინც ცდილობს ქვეყანაში ქართული ოცნების შეცვლას. მე შეგახსენებთ, რომ ზუსტად ეს გზავნილი ქონდა რუსეთის დაზვერვას რამდენიმე კვირის წინ, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში ქართული ოცნების შეცვლას ცდილობს და ახლა ზუსტად იგივე ერთ-ერთი გზავნილებს იმეორებენ ქართული ოცნების ლიდერები. ჩვენ არავის არ ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველოს ებრძოდეს ამ ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს? ხო, ნონსენს, ხო წარმოუდგენელია. ყოველდღიურ თავდასხმის რეჟიმში ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთიდან, თუნდაც ევროკავშირიდან. ბრიტანეთი რას აკეთებს? არ წარმოუდგენია დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ შალო პაპუაშვილმა აბსოლუტურად ღიად ხო დასამალი რა არის. გამოაქვეყნონ ვის რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში. შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, რა პრობლემაა, რომ წარადგინო ეს ყველაფერი, გაასაჯაროო და აჩვენო ყველას, რომ ვის აფინანსებდი. მაგრამ პრობლემა ისიც რა არის, რომ ის რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, რევოლუციის მოწყობის მცდელობები, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, საზოგადოების გახლეჩვა, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან. სანქციებს ველოდებით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იგივე სიმეორებთ, რაზეც გიცნეს, რომ შეწყვეტეთ. დაძველდა ეს სანქციები, ვერავის ვერ აშინებენ ამ სანქციებს. საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ მიკერძოებასთან, ან პოლიტიკურ მიზანთან, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის ბრიტანეთის
გარკვეულ მმართველობის სტრუქტურასაც გააჩნია. მიმართულება რუსეთის აგრესიის შეიცვალოს სამხრეთ კავკასიისკენ წამოვიდეს გლობალური დიდი თემაა. საკმაოდ ომში ჩართვა რასაკვირველია ეს ნარბოხსნელა ბრიტანეთის საგარეო ამბობს ეს ბრალდებებიო და ისევ იგივეს ამბობს. კი, მაგრამ როდესაც თვითონ ფაქტები, მოქმედება, განცხადებები, თუნდაც ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დაბარება კანონის აღსრულებისათვის კვლავ მიმდინარეობს, რასაკვირველია ამ ეჭვებს თავისი საფუძველი გააჩნია. მაშ ასე დიდი ბრიტანეთი კონკრეტულ ქმედებებზე გადადის და ქართულ ოცნებას აძლევს ვადას, რომ შეწყვიტოს სრუბრალდებების გავრცელება და თავდასხმა ჩვენ პარტნიორებზე წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკვე დაანონსებული არის სანქციების ახალი პაკეტი სავარაუდოდ ქართული ოცნების ლიდერებზე, ვინაიდან მათზე არის ეს განცხადება და სწორედ ამათ გამო დაიბარეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიპლომატიურ უწყებაში და ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ერთგვარი გზამკვლევი ქართული კერძო სექტორისთვის, როგორ უნდა აარიდოს ქართულმა ბიზნესმა თავი სანქციებს და იმდენად კონკრეტიკას შეიცავს ეს გზამკვლევი, რომ მაშინვე გაჩნდა იმის განცდა, რომ დეტალური ინფორმაცია აქვს დიდ ბრიტანეთს ვინ როგორ არიდებს თავს რუსულ სანქციებს.